მოგესალმებით მეგობრებო ყველას, ეს ჩემი პატარა ბიჭი არის ჯოკი, ეს არის იოანე თორნიკე. პუშკუ. ეს არის ჩემი საყვარელი თუნცულა, ბუნჩულა. აბა, ანტიპას ფანებო. შემოგბრძანდით. ხმა უნდა მოგაწოდოთ. უნდა მოგაწოდოთ ხმა. მოიცა ვინ დაწერა? ვიღაცამ დაწერა. მოიცა, ახლა განახებთ ვინ დაწერა. რა დაწერა? წავიკითხოთ. ეხლა უნდა წაგიკითხოთ. აქ ვინც თამარ ხოტბას ასხამთ, გირჩევთ თამართან ერთად ახვიდეთ კოლხეთის 60 კილო ეკლესიის ეპისკოპოს ანტიპასთან. გაგიხსნით ჯულის კანონის წიგნს, რომელიც გადამალული აქვს საპატრიარქოს და აგიხსნით ყველაფერს, რაც გაინტერესებთ. მეუფე სამი თვია ცხოვრობს მკაცრად მარხულობს კარავში თბილისის ზღვაზე. ნუ დადიხართ სიბნელეში, მიდით მიაკითხეთ. ერთად დავამატებ, ვინც ეპისკოპოს აუგად მოიხსენიებს, უფლისგან დაუსჯელი არ დარჩებით, თუ არ მოინანიებთ დროზე. ანტიპასთან სატანას არ შესწევს იმის ზალა, რომ მიახლოვდეს აბას, სადაც თამარმა ის მუხლების ჩოქვით თუ მივა მასთან. ერთი წუთით. დავამატოთ კიდე ერთი. ხო. ანტიპასთან სატანას არ შესწევს იმის ზალა, რომ მიუახლოვდეს. აბას სადოს თამარმა ის მუხლის ჩოქვით თუ მივა მასთან კი ბატონო მიეცემა ძალა მიახლოვებისა. და მე პასუხობ ასეთ რამეს. შენი ძმაკაცია ეტყობა კოლხმარგალს პასუხობ. გადაეცი ჩამოვიდეს საქართველოს დედასთან, უფლისგან ხელდასმულთან სალაპარაკო მაქვს. მუხლის ჩოქებით მობრძანდეს რუმინეთის მიერ ხელდასმული ღვთის მიერ ხელდასმულ საქართველოს დედიკოსთან. მეგობრებო, თქვენ ალაოდ ხომ არ გაქვთ მართლა სულ ყველას რა? ანუ მართლა ანტიპას ფანებო. ეხა უყურეთ რა, ერთ რამეს გეტყვით. ეს როგორ უწოდო არის ხო? ეს წითელშავა ანტიპა, რომელსაც ჩაუცვია რაღაცა ქართული ელემენტებით, რაღაც შეუკერავს თავისი სამოსი, ოღონდ წითელი და შავი ელემენტებით, რომელიც პრინციპში არის პირდაპირ სატანის მსახურების ელემენტები. მითხარით რა, თქვენ ანტიპას მსახურებო. ანტიპას ვიბარებ ჩემთან, არ მოვა ერთ კვირაში. სალაპარაკო მაქვს, არ მოვა ერთ კვირაში. ექსამოსი თლიანად შემოეგლიჯება ტანზე. გესმით? ხო და არც რუმინეთის ხელდასმაუშველის მერე და არც პეტრე პავლესი. გესმით? გადაეცით ჩემო საყვარელო, კოლხმარგალო. იცით რა არის? საინტერესო არის ერთი რამ რა. მიწვევთ ამ თამაშებში მიწვევთ, ხო? მე კიდე ჩემ თამაშებში გიწვევთ. აბა რომელი გაიმარჯვებს, ერთი მაინტერესებს. ჩემ თამაშებში ვერც ერთი ვერ გაიმარჯვებთ, იმიტომ რომ არც ერთმა არ იცით ჯერ ისენი რა ქვია, წესები და კანონები და თქვენ თამაშებში წესებიც ვიცი, კანონებიც და ყველაფერი კარგად ვიცი, გესმით? და ვინც აუგად მოიხსენიებს, დაისჯება. ვისგან დაისჯება? საყვარელო, ერთი ისიც ამიხსენი. ვინ დამისჯის? ვინ? სატანა დამისჯის? აგერ პატრიარქის გამო ნაკურთხები არ დამეყარა თავზე და ეხლა ანტიპას გამო რახან 3 თვე იმარხულა, დამეყრება ნაკურთხები თავზე?
საყვარელო კოლხმალგალო გადაიციეთ ის შენი საყვარელ ანტიპას რომ მოვიდეს ჩემთან ერთ კვირაში თუ არ გამოჩნდება ის ჩემთან და არ ილაპარაკებს ჩემთან რაღაცეებს მაშინ მთლიანად შემოეხება თავისი სამოსი და ის ხელდასმულობაც გაუუქმდება დიახ ხო იცი რომ ჩემ სიტყვას ძალა აქვს ხო და გააკეთეთ მერე ან მოინანიოს თავის მამაოსთან თუ თავის მამაოსთან მოინანიებს, მაშინ ყველაფერი მიეტევება. ეგ თავისი თამაშების წესებით და კანონებით ყველაფერი მიტევებული იქნება. გეიგეთ ახლა თქვენი. ჩემი თამაშები ასეთია, მეგობრებო. პირდაპირ ზეციდან მოდის. გესმით? მეც ვთამაშობ და თქვენც თამაშობთ. სულ ყველა ვთამაშობთ ჩვენ ამ დედამიწაზე. აბსოლუტურად სულ ყველა. ხო და გვეყოფა ის დრო, როცა ჩვენ ერთმანეთს ვაშინებდით. ახლა ჩვენ ერთმანეთში ვისაუბროთ. გესმით? ხათუნა ვიზია საუბარი და ანტიფას ფანები დამესინენ. ილიას ფანები ხო მოვიშორე როგორც იქნა აქეთ იქით ხმლით და ეხლა ანტიფას ფანებს უნდათ რომ მე მუხლის ჩოქებზე მივიდე ანტიფასთან და რა ვიცი რა უნდა მუხლის ჩოქებით მივიდე. აბა თუ მიუახლოვდები ერთი გამოვცადო, აბა თუ შევძლებ მიუახლოვ 3 თვე იმარხულა კოლხმარგალმა კი არა დაიმანა ანტიფამ და იმდენად განიწმინდა კაცი რომ მასთან სატანაც კი ვერ მივა. აბა თამარმა გაბედოს და მივიდეს მუხლის ჩოქებით. აბა თუ შეძლებს თამარი, თამარ, აბა შეძლი, აბა თუ შეძლებს. აი როგორ საბავშვო ბაღში მგონია, იცით თავი, რომ აი დაჟე ჩემი ბავშვები რომ საბავშვო ბაღში დადიან, იქაც უფრო მაღალ ფარდოვნულად საუბრობენ და რაღაც აი ადამიანურად და რაღაც ისეთ ენაზე, რომელი ენაც შექმნა ღმერთმა. ატაბახში კი არა და შენ ბაღში. ატაბახში ცუდი იყო? ნეტო იყო ცუდი. ანტიპა მობრძანდით ჩვენთან, გელოდებით. მობრძანდით. ნეტა რო იცოდეთ ვინმე სიმეშინია თუ არა ხალხო. იცით რა არის? მოდი გეტყვით პირდაპირ რა. ვერც დამაშინებთ, ვერც შემაშინებთ, მოკლითაც ვერ დამემუქრებით და ვერც ციხეში ჩასვით დამემუქრებით, ვერაფრით ვერ დამემუქრებით, გესმით? ვერ შემაშინებთ და მე კიდე არაფერი მიდგას წინ, რომ ვამხილო სატანა, გესმის? სატანას პირდაპირ ვამხელ. ხო? კოლხმარგალ და კიდე ის მეორე ვინ იყო? მოიცა ერთი წუთი მეორე ვინ იყო? მეორე ფუნცულა გამოხდა უცბად. თურმე რამდენი მისმენდნენ, თურმე რამ ფრიდონი ბერია, ფრიდონ, excuse me ფრიდონ. დიდი ბოდიში ფრიდონ, რახან შენი ძმაკაცი ანტიპა ასე მოვიხსენიე. ჭეშმარიტად ვამხილე. I am sorry. გეიგე ხალხო აზზე მოდით და გეყოთ ეს თამაშები რა. აწი სხვა თამაშები იწყება. აწი ის თამაშები იწყება, რომელიც ჩემთან უნდა მოხვიდეთ და მკითხოთ, აბა თამარ, რა თამაშები იწყება ახლა? რას ტვირთავენ ზეციდან? ხო და თუ არ გაინტერესებთ ეგ თამაშები, მაშინ ისევ თქვენი თამაშებით ითამაშეთ, ბრატ. არაფერი პრობლემა არ არის. ითამაშეთ, გაერთეთ და იყავით. მე აქედან შემოგხედავთ, როგორც თქვენი დედიკო. წავედი ახლა მეგობრებო, რომ მაგარი მკიდია რას გააკეთებენ და აი იცი როგორ მკიდია უკვე ყველაფერი. გუშინ ძალიან მაგარ ფილმს უყურე და მთელი ანუ ისეთი მაგარი ფილმი იყო, რომ აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ისეთი მაგარი ფილმი იყო, ისეთი სერიოზული ფილმი იყო, რომ მთელი ჩემი ცხოვრება, განვლილი ცხოვრება გამახსენა. ერთ-ერთში რა და გამახსენა ის რამხელა რამდენად ჩაჭერილები ვყავართ ამ სისტემებს, სხვადასხვა სისტემებს რა და ეს ვინ გადმოაგდო იოანე?
ეს რატო გადმოაგდეთ? ხო და ამ სისტემებს რო ჩაჭრილი ვყავართ და როცა რა ერთხელ იმ ფილმს ყველას გირჩევთ უყუროთ, არ ვიცი, შეიძლება თქვენ ძალიან ის მოგეჩვენოთ, რა ქვია. მოსაწყენად მოგეჩვენოთ ეს ფილმი, მაგრამ აი ხა ნახეთ რა, სახელს გეტყვით და წაიქცა. Marinos! Boys and the papa? smell. Marinos! Boys and Marinos? უფალი შენი მედად არა კი უფლისი მედად კი არა შენ გაანწრიე ხელიო გითხრა უფალმა Marinos wie hieß der Film von gestern Lobster Okay danke Lobster იცით თქვენ ეს ფილმი Lobster უყურეთ რა. იცი რაზეა ფილმი არის იმაზე, რომ თუ პარტნიორს ვერ იპოვი. ანუ უტოპიური ფილმი არის რა, ცოტა სააზროვნო ფილმი არის სერიოზულად და თუ პარტნიორს ვერ იპოვი და არ ხარ პარტნიორი, მაშინ გაძლევენ კიდე ბოლო შანსს, რომ რაღაცა იქ იმაში პანსიონივით არის იქ წახვიდე და იმაში პარტნიორი იპოვო რა. და რამდენიმე დღეს გაძლევენ 40 დღეს თუ რაღაც 59 დღეს და ამ 59 დღეში თუ პარტნიორი ვერ იპოვე, იქაც მოკლედ დარხეული გაქვს, იმიტომ რომ მოგკლავენ, ანუ უკვე უნდა მოგკლან და გადაგაქციონ იმ ცხოველად, რა ცხოველადაც გინდა რომ გადაიქცე სიკვდილის მერე რა. ხო და ნუ თავიდან რომ მიდიხარ ამ პანსიონში, აუბნები რომ აი თუ ვთქვათ ვერ ვიპოვე პარტნიორი, რა ცხოველი მინდა რომ გავხდე. ზოგი ცხენს ამბობს, ზოგი ძაღლს, ზოგი უმრავლესობა ძაღლს და ასე შემდეგ და აი ამ პანსიონში აქვს თავიანთი თამაშის წესები. გესმით? თამაშის წესები აქვს და ამ თამაშის ორი დღე მოკლედ თვალები დასიებული მაქვს, იმიტომ რომ ორი დღე ცრემლებს ვერ ვიშრობ თვალებზე რა და ეხა ეს იმის შიშის ცრემლები კი არ არის, ეს არის უბრალოდ აი განწმენდის ცრემლებია და გაზრდის ცრემლებია, ხო და მოგიყვებით რა, ძალიან მაგარი ფილმია, ხო და ამ პანსიონში არიან ხალხი, ვინც დაკარგა, ზოგი დატოვა თავისმა მეორე ნახევარმა, ზოგი გარდაეცვალა ზოგს რა და ნუ ყოველ შემთხვევაში ისეთი ვითარება არის საზოგადოებაში, რომ აი დადიან როგორც კოვიდზე დადიოდნენ, ესე და ამოწმებენ, აბა ეს წყვილები თუ ერთმანეთს ეკუთვნიან, უმოწმებენ ყველაფერს, ფეხსაცმელებს, თუ ერთად ვერ დაინახეს ადამიანები საბუთებს თხოვენ და სად არის შენი მეორე ნახევარი ხო და ის უბნება რომ აი გავიდე ცოტა ხნით მაღაზიაში არ უჯერებენ შეიძლება დაგიჭირონ კიდევაც და ესეთი რაღაც ძალიან სერიოზული ვითარება არის პარტნიორის გარეშე თუ გამოჩდი გარეთ მოკლედ ის ხარ რა შეიძლება უკვე გადაგაგზავნონ იმ პანსიონში პირდაპირ სადაც 59 დღეს გაძლევენ დროს და 59 დღის მერე თუ ვერ იპოვე პარტნიორი, ზოგი თავს იკლავს, ხტება ფანჯრიდან, ზოგი მიყავთ უკვე საკანში, საკანია თუ რაც არის, სადაც უკვე უნდა გადააკეთონ იმ ცხოველად, რომელიც ცხოველიც ისურვა, რომ გამხდარიყო სიკვდილის მერე და ხო და მოკლედ ერთი სიტყვით არიან კიდევ სხვა მესამე კატეგორია, რომელიც გაიქცა აი ამ სისტემას და ამ სისტემიდან რომ გაიქცა ტყეში ცხოვრობს და ეს ამაზე მონადირეები მე აი ამ თვითონ ამ პანსიონიდან მიყავთ ტყეში რომ ამათზე ინადირონ და ვინმე თუ დაიჭიროს სო დარხეული აქვს ისინი მკვდრები არიან რა და დანდობა არ მიდის ერთმანეთის რა ადამიანური აბსოლუტურად ყველაფერი გათიშულია და ეს კაცი მოხვდება ამ პანსიონში. ხო და
ამ პანსიონში ხედავს რომ რაღაც ნუ რწმენა ესეთია რომ აი როგორც ჩვენ გვაქვს ახლა რწმენა რომ აი უნდა ვეზიარო და მამაო და ის და იმათ აქვს ესეთი რწმენა რომ თუ პარტნიორი არ გგავს ანუ არ არის შენაირი აი მაგალითად თუ ვინმეს სათვალეები უკეთია იმასაც სათვალეები უნდა ეკეთოს თუ შენ 50% ხედვა გაქვს შენ მეორე ნახევარსაც 50% ხედვა უნდა გქონდეს სხვანაირად შენი მეორე ნახევარი ვერ იქნება გესმის ანუ ერთნაირები უნდა იყოს და რაღაც დაახლოებით twin flame-ების იმას გავს რა და კრიტიკას აი ეს ფილმი და ну ეს ღრმად სწამთ ამ ადამიანებს რომ ეგრეა რა საუკეთესო პარტნიორი არის ის რომელიც შენი თვისებებით არის აი მაგალითად თუ ერთს ცხვირიდან გამუდმებით სისხლი მოსდის შენს ცხვირიდან გამუდმებით სისხლი უნდა მოგდიოდეს თორე სხვანაირად მისი პარტნიორი ვერ გახდები რა და იქ არის ესეთი მომენტი რომ გადარჩენის მიზნით ეს ერთ-ერთი იქაური მეორე პარტნიორს გაეცნობა რა ისე რომ ცხვირიდან მოსდის იმ გოგოს სისხლი და ამასაც ხო ცხვირიდან უნდა მოსდიოდეს სისხლი და გამუდმებით ურტყავს ამ ცხვირს რაღაცას რომ ცხვირიდან წამოვიდეს სისხლი აი ხლა სასაცილო არ არის მაგრამ იგივენაირ დღეში ვარ დედას ფიცა ვარ რა არ შეიძლება ფიცი მაპატია უფალო მაგრამ აი მართლა გეუბნებით რა იგივე დღეში ვართ მეგობრებო რა აი უყურეთ ამ ფილმს უბრალოდ რა აი ნახეთ ეს ფილმი არის ძალიან მაგარი ახსნა იმ ვითარების რა ვითარებაში ჩვენ დღეს ვართ რა ოღონდ სხვადასხვანაირად რა თქმა უნდა აქ ჩვენ რელიგია გვაქვს და კიდე სკოლა გვაქვს და კიდე უნივერსიტეტი გვაქვს და ესეთი თამაშები მიმდინარეობს რა და აბსოლუტურად იგივენაირად გამოკეტილი ვართ სისტემაში და ხო მე მოახერხებს ეს ტიპი გაქცევა აქედან რა და გახდება ის გაქცეული ტყეში შეუერთდება იმათ ხო და ეხლა იქაც წესებია გესმით ისე ვერაფერი გამოდის და იქ როგორი წესებია იცით ნუ ერთ-ერთი პატარა ჭროღათმიანი გოგოს მიყავს დიჟენია იქ რა რომ ის არის უფროსი და ის რასაც იტყვის ისე უნდა მოხდეს აი მაგალითად ადამიანებს ფლირტაობის უფლება არ აქვს თუ იფლირტავეს შო იქ დასასჯელი ისენი მიდის მაგალითად ტუჩებს იმას იზავენ რა ქვია ათლიან და ამ ტუჩებს ყველამ უნდა აკოცოს ცოტა ვინ მოიფიქრა ეს აზიარ მაგრამ არ გამიკვირდა იმიტომ რომ ესეთი ვითარებაში ვცხოვრობთ რომ თქვენ გონიათ გერმანიაში აბსოლუტურად იგივე ვითარება მოგიყვებით მე მაგასაც რა რატომ გამახსენა ჩემი ყველაფერი იქ გერმანიაში განვლილი წლები რა ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ესეთი ვითარებაა რომ ყველგან გიწევს რაღაცის გათვალისწინება შენ რაც გინდა იმას არ განებებენ რა იმათ რაც უნდათ ის უნდა აკეთო გესმის და ერთი სიტყვით ესეთი ვითარებაა რომ ესეთი ვითარება არის რომ ერთი წუთი ბავშვებო ხო ყველგან სადაც არ ხო და მამკაც შეუყვარდება იქ ერთ-ერთი იქაური გაქცეული ქალი რა და ეხა არა აქვს უფლება არ აქვს რომ ამასთან იფლირტავოს ორი შო ტრუპია მკვდარია ერთი წუთი დედიკო რასაკეთებ ხო და ისა უი ხო და საბოლოო ჯამში ეს უფროსი ვინც არის რა ამათი ამ გაქცეულების უფროსი გოგო ვინც არის პერიოდულად ჩადის ხოლმე დედამისთან და მამამისთან ვინც საზოგადოებაში ცხოვრობს უკვე წყვილია გესმის წყვილია ერთნაირები არიან ერთნაირ სიხშირეში ერთნაირად უბერავენ ხო და ხდება ისე რომ ეს გოგო დედამის და მამამის ატყუებს რომ ვითომ სადღაცა და ისა აქვთ რა ორგანიზაცია აქვს სადაც ისინი მუშაობენ და დააწყვილებს ამ ტიპებს ეს ამბის ვინც შეუყვარდება ის იმ გოგოსაც შეუყვარდება ეს ბიჭი რა და უყვართ ერთმანეთი მაგრამ ერთმანეთი ნუ რაღაც თავისებურ ენას გამოიმუშავებენ რომ აი მაგალითად მარცხნივ თუ გაიხედავს იმას ნიშნავს რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ მარჯვნივ თუ გაიხედავს ის არის რომ ჩვენ საშიშროებაში ვართ ხელს თუ ესე გააკეთებს ეს იმას ნიშნავს რომ წამოდი ახლა უნდა მინდიხარ და ეს რაღაცეები აქვს რა თავისი ენა გამოიმუშავეს რომ იმათ არ დაწვან ხო და მოკლედ დამთავრდა ეს ფილმი და ღამის 2 საათზე დამთავრდა ეს ფილმი რა და მაგრამ ჩამაფიქრა ამ ფილმმა რა აი სერიოზულად შემეხო რა იმიტომ შემეხო რომ
იმდენად მაგრად არის აღწერილი ამ ფილმში, ოღონდ აი როგორ იცი, რებუსის დონეზე გადმოტანილი, რომ უნდა მიხვდი ადამიანმა საცხოვრობ რა. პირდაპირ მიხვდები საცხოვრობ და რა ვაიდღეში ხარ რა. აი შენ თვითონაც როგორ ჩაჭერილი ხარ აი ამ თამაშებში, რომ ეს კაცი ბოლოს ხო რა მოხდება, იცი ეს დაწავს ეს ქალი, ეს რიჟათმიანი ქალი, რომ ამათ ერთმანეთი უყვართ და წაიყვანს მე ამ ქალს, ხო უფროსია, ვერ ეწინააღმდეგებიან უფროს რა, ყველაფერი აქვს. თოფიც აქვს, შეუძლია თავშიც ჩაარტყან, გაიქცნენ, მაგრამ არა, ემორჩილებიან უბრალოდ, აი დამორჩილებული არიან სისტემას რა და ეს გამგოგოს წაიყვანს, რომ თვალების ოპერაცია უნდა გაგიკეთო და სხვა დროს გავიკეთოთო ეს გოგო. აი წარმოიდგინეთ, მიდის ადამიანი და ეუბნება რომ უნდა დაგაბრმავო ეხლა რა. და ეს გოგო ვერ უძალიანდება, იმიტომ რომ არა აქვს უფლება თუ უნარი არა აქვს იმის რომ გაუძალიანდეს რა და შეიყვან ძალიან კულტურულად დააბრმავებს ამ გოგოს და გამოდის და ეხლა იმას ეუბნება თავის შეყვარებულს რომ ნახავს. აზრი არა აქვს რომ თამაშს ეხლა რომ ვითამაშო, მოიხსნი სათავეზე მეო დაუბრმავდი ეს. და ის აი ემოციებიც რა მაგრად არის გადმოცემული რა, აი გაყინული ემოციები. აუ, ეს ფილმი არის გენიალური. გაყინული ემოციებით რეუბნება, რომ როდის მოხდაო ესო. ხო და აი ესეო. წამიყვანაო და დამაბრმავაო იმანო შეფმაო, ვინც არის ეს ხო. ნუ მოხდება ის რომ მე ამ გოგოს ასწავლის რომ ეს ხელით შეხებას ასწავლის, ეს პლასტმასია, ეს ფორთოხალია, ეს რაღაცა თამაშოა და გამოდის ისე რომ ეს ამათ თუ ერთად დარჩენა სურთ, ამანაც უნდა დაიბრმავოს თვალები რა და ბოლოს ისე მთავრდება ეს ფილმი რომ დანას იღებს, გაიქცევა ამ სისტემიდან, გაიქცევა, მერე მოკლავს ამ კერ მოკლავს, თავში ჩაარტყავს ამ უფროს ეს ბიჭი, ჩააწვენს იმ სამარხში, რომელიც თვითონ ამოათხრევინა, ყველამ თავისი სამარხი უნდა ამოთხაროს რა ამ ფილმში, რომ თუ რაღაცა მოუხდათ, იქ ჩასვავენ პირდაპირ და დააღრიან მიწას რა და ამ უფროსმა ამ კაცს რომ ამოათხრევინა ეს სამარე, ამ სამარეში ჩააწვენს ამ ქალს დააღრიზეთ მიწას, ოღონდ იცით რა მაგარი დონეზე გადმოცემული ფილმია, კი არა, უბრალოდ გაკოჭავს ამ ქალს ტიპშას რა და პირზე ესე პატარა თოქს გაუკეთეს, აი ესე თოქ გაუკეთოს რა. წევს ეხლა ეს სამარეში ეს გოგო რა. ესენი კიდე გაიქცნენ. აუ ისეთი მაგარი ელემენტები აქვს ამ ფილმს, ბევრი ვერ გაიგებს ამას, მაგრამ აი პირდაპირ ჩაჯდა რა ჩემს გონებაში კი არა, ჩემს გემოვნებაში ჩაჯდა ეს იუმორი, ეს აი ტრაგიკული იუმორი, რაც არის გადმოცემული, როგორც არის გადმოცემული ეს ფილმი და საბოლოო ჯამში ზიან კაფეში, კაფე არ თუ რესტორანი თუ რაც არის რა და ეს კაცი მიდის და ეუბნება ამ ქალს რომ სხვა გზა არ არისო და ეს ქალი კიდე აწყნარებს რომ მიგეშინიაო, თავიდან ცოტა უცნაურიაო, მაგრამ მე მიეჩვევიო რა, თავი თვალები უნდა დაიბრმავოს. Mama, kann ich stand öffnen? Ein Nuschelstand. Ja, kannst aber ja. ხო და თვალები უნდა დაიბრმავოს, აიღებს დანას, შეუკვეთავს სტეიკის დანას, მიდის საპირფარეშოში და ესე დგას რა, თვალში უნდა ითხაროს დანა და მათ თავდება ფილმი. აი ამაზე მაგარი ფილმი თუ ვინმეს გადაეღოს დღევანდელ დღეობაზე არ ამგონია. ერთადერთი ფილმი არის კიდე Everything Everywhere Everyone in All ერთშიო რა, ანუ ეგ ფილმი არის ყველაზე ძალიან კარგად გადაღებული ფილმი, რომელიც დღევანდელობას აღწერს და კიდევ არის ეს ფილმი, რომელიც დღევანდელობას აღწერს რა. ამას გირჩევთ უყუროთ. სულ ყველამ და თქვენით იაზროვნოთ თუ რა დღეშია სამყარო. გონი ეშმაკს უნდა ვატყუოთ, ისეთი ნიჭიერები უნდა ვიყოთ. ეშმაკს კი უნდა ვატყუოთ, თავი უნდა ვუჩეჩქოთ ეშმაკს. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო, რატომ მოვყევი ახლა რა გამახსენა ამ ფილმმა რა და გამახსენდა მე როდესაც მუშაობდი გერმანიაში, ხო? წარმოიდგინეთ, ახლა მეც ვიყავი სისტემაში ჩაჭერილი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ სისტემა არის ბანკი და ბანკის ვალი მეც ვქონდა და გინდა არ გინდა უნდა იმუშაო, თორე ეს ვალი იზრდება და ადის სადღაც. ხო და
რომ მომიწია ამ ბანკის ვალის გამო მუშაობა იმ პროფესიით მუშაობდი, რაც ჩემი პროფესია არ იყო, მაგრამ სანამ ჩემი პროფესიით სამუშაოს ვიშოვიდი, უნდა მემუშავა რა, ხო? ეხლა იქ არავინ არ ჩამოგიყრის ფულებს. ისევ და ისევ მიმტანად და ეს იმ პერიოდში უკვე ვრცელდებოდა, მაშინ შემოდიოდა უკვე ეს Tochtergesellschaften, ან სისტემური წყობის კაფეები და ბარები და რესტორნები რა და სისტემური წყობის არის რომ შენ ხარ ვიღაცაზე დაქვეითებული, აი როგორც ახლა ანტიპამ ხელი დაასმევინა იმას რუმინეთის ვიღაცას კიდე ვიღაცამ დაასვა ხელი და იმას კიდე ვიღაცამ დაასვა ხელი და ასე მიდის იგივენაირი სისტემა არის ესეც დაბალი რესტორნები არსებობს, რესტორნის თავები არსებობენ, რესტორნის დედები და მამები არსებობენ, იმათი დეიდები და მამიდები და ასე არის აწყობილი სისტემა მთლიანად რა და ამ სისტემაში როცა მუშაობ უნდა დაემორჩილო იმათ წესებს და კანონებს, გესმით და იმათ წესები და კანონები იყო ესეთი, დილით რო ავდგებოდი, უნდა ჩამეცვა გამზადებულიყავი 9 საათზე და დავლოდებულიყავი იმათ ზარს 10 საათამდე თუ ძალიან ბევრი ის იქნებოდა, რა ქვია, სამუშაო, დამირეკავდნენ რომ უკვე გჭირდები, მოდი და წავიდოდი. თუ არა და დაგირეკავდნენ 1-2 საათში და ეს 2 საათი, ხო? უნდა ჯდარიყავი, ესე ვერც ვერაფერს დაიწყებდი, ვერც ვერაფერს გააკეთებდი, გარდა წიგნის კითხვისა, ხო? რომ უნდა ჯდარიყავი და დალოდებოდი იმათ ზარს და წესი და კანონით გერმანიაში ესეთი წესი და კანონია, რომ ესეთი რაღაცის გაკეთების უფლება არც ერთ სისტემას არ აქვს, მაგრამ მაინც ხდება. ხო და თან ისეთი სისტემა აკეთებს, რომ აი სტუდენტებს რო ასაქმებს და ისეთ ხალხს, რომ აი ეს გავარდება, შანსი არ არის, ვიღაცა მაინც გიშივლებს, მაგრამ იქ ხო სისტემაა და სისტემის წინააღმდეგ სისტემა ხო არ წავა. ამიტომ იძულებული ხარ ისევ მონასავით იყო რა. ხო და ერთხელაც ავდექი და აი უკვე ქრისტეში რომ გავძლიერდი დავიწყე ამ ყველაფრის გაპროტესტება რა ყველაფრის პირდაპირ მხელა დავიწყე როგორც ახლა აქ დგავარ და ვამხელ პატრიარქს იქ დავიწყე იმ სისტემის მხელა და თქვენი დედაც ვატირე მე ვთქვი რა ეხლა თქვენ დაგიდგებით აქ მონად არ არის ეს ჩემი ვალდებულება მე ამას არ გავაკეთებ თუ გინდათ დამირეკავთ თუ გინდათ გადაიხდით იმას მოვდივარ 9 საათზე და იხდით ამ თანხას არა და მე ხა თქვენი მონა არ გავხდები რომ იქ დაგელოდეთ როდის დამირეკავთ და როდის არა კარგი ეს რაღაცნაირად ჩაფარცხდა ეს რაღაცნაირად მოვაგვარ ეხლა მეორე უკვე აკრიფეს მთლიანად სისტემამ კი არა თვითონ მონებმა აკრიფეს ჩემზე რა ანუ მონები არიან იგივენაირად ჩემნაირი მუშაკები აკრიფეს რომ მე უკვე ამ რაღაცით შევეწინააღმდეგე და გამივიდა გესმის ეხლა ეს მონები არიან თვითონ გადამტერებული ჩემზე და ცდილობენ რომ რაღაცა მიპოვონ ერთი პატარა რაღაცა მიპოვონ ისეთი რომ ყურამდე მივიდეს შეფის ყურამდე გესმის და გავიხედე ეხლა მავალებენ წადი ეს იყიდე წადი ის იყიდე და წადი ის იყიდე რაც ჩემს ვალდებულებებში არ არის და დაურტყე მე თქვი ხელი მე თქვი თქვენ ადექით და თქვენ თვითონ წადით ეს ჩემ ვალდებულებებში არ შედის ხელშეკრულებაში არ წერია და არ მაინტერესებს რა არ გავაკეთებ მე ამას გააკეთოს თქვენმა შეფმა მე თქვი იმიტომ რომ იმისია ეს ლოკალი ხო და ეს ყველაფერი ხო იწერება იქ კამერა ისენია რა ქვია კამერები ესე იგი ერთი თვე პირდაპირ მხელაში ვიყავი და ვერაფერს ვერ მიშვებიან შეფის ყურამდეც არ მიდის ეს ამბავი რა და საბოლოო ჯამში ეს ტურები ეს გოგოები რომლებსაც ვეუბნები ხალხო შეხედეთ თქვენ თავებს რა წარმოგიდგენიათ რომ აი ეს ადამიანი რომელსაც პორშეები უდგას გარაჟში და მანქანის ტარების უფლებაც კი არ აქვს გესმის კოლექციონერი ტიპია ეს ამ ლოკალის მფლობელი კოლექციონერია რომელიც უძვირფასეს მანქანებს ყიდულობს და გარაჟში ალპობს გესმით იმიტომ რომ თვალის მხედველობის პროცენტი მხოლოდ დარჩენილი აქვს 2% ასეთ ადამიანებს გერმანიაში ტარების უფლება არ გააჩნიათ მაგრამ ამისი დაცემული გონება იმხელაა რომ ფულს მაინც ამ მანქანებში იხდის და გარაჟში ალპობს გესმით და მე მომდის ესეთი წინადადებები ამათგან რომ ჩვენს უფროს იმის ფული არ აქვს რომ ჩვენ გადაგვიხადოს სრულყოფილად რა ფული არ აქვს ჩვენ გეყვარით გამოყლევდით უკაცრავად ამ სიტყვაზე რა არის დედი კვაბა მითხარი Wie schreibt man ein Lari-Wert auf Deutsch? Ein L und dann 2 Striche. არ ვიცი დედიკო ეხლა ნუ მეკითხები სხვა რაღაცას ყვები რა მამიკოს კითხე ხო და
ესე იგი კოლხმარგალ კარგად მომისმინე ანტიფას ფანი რო ხარ რა სისტემაში რო ხარ გამოკეტილი ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ესეთი ვითარება არის უსო ეს მონებიც ჩემსკენ არიან უკვე თან იციან რომ სიმართლეს ვაპარაკობ მაგრამ თან თვითონ ვერ ეხსნებიან ამ სისტემას გესმის და რაღაცნაირად დაგეშილები არიან ჩემზე და всё ერთ-ერთმა რომელიღაცა მონამ აიტანა ხმა უფროსამდე უფროსი მესამე სართულზე ზის რა მეორე დღეს მივდივარ ხო უფროსამდე აიტანა ხმა რომ გავაპროტესტე მე თქვი ეხლა მე თქვენ აღარ დაგელოდებით ან მითხარით სადამდე დავრჩე ან ვიხდი ჩემს ფორმას და მივდივარ 9 საათზე ეხლა თქვენ გელოდოთ კიდე 9 საათიდან 10 საათამდე ხალხი მოვა თუ არ მოვა აქ ვიждე კუკუსავით რა და გავიხადე ეს ფართუკი დაუგდე და მე თქვი წავედი რა ზო ამაზე აკრიფა ამ მონა გოგომ აუტანა უფროს იქ ყველაფერი მე კამერებიდან როგორც ჩანს ამოიღეს ჩემი ლაპარაკები და ისენი და მეორე დღეს მივდივარ და უფროსი ხდება წერილით ხელში უიო რა კარგიაო ეხლა რო აქ შეგხვდითო ფოსტის ფულიც დავზოგეო ესა ის ხართო რა ქვია იცი რა ქვია მაგას გონდი ქართულად რა ქვია რომ გიხსნიან სამუშაოდან დათხოვილი ხართო რა მე თქვი რატო არ დათხოვილი აბა მიზეზი მაინტერესებს მეთქი და კარგიო ხა მაგაზე დროს აღარ დავკარგავო თქვენთვის უკეთესიაო რომ აქედან წახვიდეთო და 5 თვით ამიკრძალეს ამ ლოკალში შესვლა წარმოიდგინე ისე დამატოვებინეს ეს ლოკალი რომ 5 თვით აქ თუ შევიდოდი იქნებოდა კანონის დარღვევა გესმით ხო და მოკლედ თან იქ ხალხი მოდიოდა ისეთი რომელიც ჩემს გამო მოდიოდა იმ ლოკალში რა ძალიან ვუყვარდი და იქ მე თქვი დღეს ხომ აქვს დარჩენის უფლება ხო დღეს იყავიო ხვალიდან უკვე აღარ გაქვს კაი მე თქვი დავრჩი იქ ლოკალში და შეუკვეთე რაღაცეები და მოვიდა ეს ხალხი ვინც ახლა მე მიცნობდა ყველას უთხარი რომ მე თქვი დათხოვილი ვარ ესე მოხდა ვეღარ ნახავთ დღეიდან დავემშვიდობი ამ ხალხს და ძალიან ეწყინათ რაღაცა ეს ოირად ცუდად მოხდა რა ხო და წამოვედი და თან მიხარია რომ წამოვედი იმიტომ რომ აშკარად სისტემის წინააღმდეგ დავეჯახე სისტემას მართებულად რა ისე კი არა რომ ხუშტურით ჩემი უფლებები დავიცავი გესმის ადამიანური უფლებები დავიცავი და არ მოეწონა სისტემას ეს ეხლა მეორე საკითხი მეორე ლოკალში რომ დავიწყე მუშაობა იქაც დაახლოებით გითხრათ რა ძალიან აი სისტემა როგორ ჩაჭერილი ყავხარ და ვისაც ევროპაში გინდათ იგივე მოგივათ იგივე ის გაიმეორებთ აქაც ზუსტად იგივე ვითარება გაიჩითება მეორე ლოკალში როგორ ესეც სისტემური ლოკალია ეხლა და იქ უკვე ხო გაიგეს რომ ესეთი ბუინავა რა და ამ ლოკალში მიმიღეს ოღონდ ჯერ მაკვირდებიან ეხლა ხო და მიმიღეს და თან ისეთი რაღაცა რომ 3 თვე არის საცდელი რა ან დაგიტოვებენ ან კიდე გაგრიცხავენ ვიმუშავე ეს 3 თვე და მე-3 თვეზე ამ უფროსმა ქალმა უფროსი არ იყო ეს მენეჯერი იყო რა ვისაც ესეთი ბლატნოი ტიპი არის რომელსაც აქვს უფლება რომ შენ ან გაგრიცხოს ან დაგიტოვოს რა ვინც წყვეტს ამ საკითხებს და ამ ლოკალში მუშაობდნენ კიდევ ესეთი ორიენტაციის ხალხი როგორიც არის LGBT წარმომადგენლები მაგალითად ლესბები და გეებიც მუშაობდნენ და რატომღაც ამ ლესბებს და გეებს ძალიან ვევასებოდი რა და ერთ-ერთმა ლესბიანკა გოგომ და მეგობრობა დაიჭირა ჩემთან. არც ვიცოდი თუ ლესბიანკა არის რა და ჩვეულებრივად ახლა სამუშაოს მე გავედით, ყავა დავლიეთ რაღაც ვისაუბრეთ ძალიან ჩვეულებრივად მე როგორც ვიცით რომ ძალიან მიყვარს საუბარი ადამიანებთან და არც გვილაპარაკია საერთოდ არ უხსენებია ან სხვა ორიენტაციის თუ არის ან ჩვეულებრივად ვისაუბრეთ. ეს ხომ დაწვეს ახლა იმათმა რა, იქაურმა უფროსმა გოგომ ხომ მოწვა რომ მე ამ ლესბიანკასთან ერთად წავედი კაფეს დასალევად და შემეწერა უკვე რომ მე ლესბიანკა ვარ გესმის. ხო და გავიდა 3 თვე და
მაჯახეს ისევ წერილი, რომ ისო რა. აქ არავის არ შევეწინააღმდეგე სისტემას, იმიტომ რომ სისტემა ისეთი იყო, რომ რაღაც უფრო მობიერი იყო რა. არ გიყენებდნენ, ვერ გიყენებდნენ, გესმის და მაგრამ იქ იყო სხვა სისტემაში ჩაჭერა, რომ აი მაგალითად იქ დაჯგუფებები იყო, იქ იმას ის უყურებს, ის მოეწონებათ, არ მოეწონებათ, ის იმასთან კარგად არის, ეს ხო და ეს რესტორანი, ვისაც ეკუთვნოდა, ხო? იყო როგორც ჩანს LGBT წარმომადგენლების, LGBT წარმომადგენლების დაფინანსებით გაკეთებული. და ძალიან ყურადღებას აქცევდნენ იქ ვინმემ რამე არ გაუბედოს LGBT წარმომადგენლებს, გესმით? ხო და ხომ გამომრიცხეს ახლა მესამე თვეზე ისევ და ისევ აუხსნელად და აბსოლუტური არგუმენტის გარეშე მაჯახა ამ ქალმა რომ всё დათხოვილი ხარ. რატო მეთქი რას მერჩი რამეს გერჩი ხო კარგად ვართ მეთქი ერთმანეთთან ამე გავაფუჭე არაო არ მინდაო მაგაზე ლაპარაკიო ეხლაო და გამანება всё დათხოვილი ხარო. კარგი მეთქი და ამ დროს იყო ზუსტად ეს საახალწლო ფართებს აკეთებდნენ რა და ყველა დაპატიჟებული იყო და სანამ მე მივიღებდი ამ დათხოვებას უკვე მეც დაპატიჟებული ვიყავი და წავედი საბოლოოდ ამ დათხოვაზე და მეთქი რაღაცნაირად მაინტერესებს რა რატო გამრიცხა რატო აი ხო არაფერი არ მომხდარა არაფერი იქ არ გამიფუჭებია არაფერი და გამახსენდა ერთი მომენტი რომ იქ გამოცდებს აწყობენ კიდე ხა რა გამოცდებს მოვიდა სტუმრად ერთი ოჯახი და აი ეს ერთი ოჯახი ზუსტად ტრაქში პერო გაყრილივით რო იჯდა ამ სუფრასთან და შეუკვეთა ჩემთან რაღაცა ეს რო გითხარით რა რომ მეთქი როდესაც აღელვებული ვარ ჩემს ციფრულ აპარატებზე გადადის ეს ემოცია და თიშავს ანუ ანელებს ამ აპარატებს გესმით და ყველა აპარატი ჩემს ხელში იყო შენელებული. ანუ ჩვეულებრივად სხვას რომ მივცემდი იქ მუშაობდა, მე რო დავიჭერდი ხელში ეს ნელდებოდა და იჭედებოდა და რო ვუკვეთავდი რაღაცას არ იგზავნებოდა გესმის და ამას ეხლა ხო ვერავის ვერ ავუხსნი რომ აი ჩემს ხელში ეს ბიოდენები მაქვს და ვთიშავ ამ აპარატებს და აპარატის გარეშე კიდე ვერ შეუკვეთავდი და სანამ ეს უკვეთავდა ჩემთან, მე ამ რო ვიცი რომ ეს აპარატები ნელდებიან ჩემს ხელში, დრო ვიხელთე და ამას დაველაპარაკი ადამიანურად, რომ მეთქი, აი მეთქი ეს აპარატები მეთქი, ცოტა ნელები არიან მეთქი რა და აი ესეთი სახე მიიღო ამ კაცმა. ამასო ჩვენთანო არ უნდა ამბობდეო შენო. ეხლა გაგვიფუჭე ჩვენ გუნებაო, გესმით? ესეთი მიხურებს რა და ვაიმე მეთქი ეს სადავა რობოტების ქვეყანა ხო და დიდი მადლობაო მიტრიალდა ესე და всё დამაიგნორეს მე გავიგე რომ ეს ყოფილა თურმე ამ დაწესებულების ვიღაცა რა რომ გაუტყდა ეხლა რომ ეს აპარატები ნელია და ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ თავისმა მონამ რაღაცა თქვა გესმის და всё გასაგებია მე ვთქვი რატომაც დამითხოვეს მივხვდი რა და მაგრამ მინდა რომ ამ გოგოს გავაგებინო რომ თვითონ მითხრას ეს რა თვითონვე ვათქმევინო და მივდივარ და ვეკითხები რა ჩავაჯინდი რა მეთქი მითხარი რა რატო დამითხოვე მეთქი აი მეგობრულად მითხარი მეთქი ისე მითხარი გამანებეო თავიო ახლა გერმანულად მელაპარაკე გამანებეო თავიო მეო ლესბიანკა არ ვარო წადი სხვა შეაბიო გესმის ხო ვახ მეთქი რა დავაშავე მეთქი ეს ხალხი გაგიჟდა საერთოდ ყველა გაგიჟდა თუ რა ხდება ანუ ჩემი სიტყვა ისე გადათარგმნა როგორც თვითონ უნდოდა კარგი გასაგებია წამოვედი და აი ეს ყველაფერი მოვყევი მე აი ამ გოგოსთან რომ მეთქი ესე დამითხოვეს და პასუხად მივიღე მარტო ის რომ მე ლესბიანკა არა ვარ წადი სხვას ეს ჩალიჭა აუ ეხლა ამან ჩაიჭირა რა გითხრა ეგო მეო ამას გადავცემო ხო და ნაღე შენო თუ არ მოხსნა ეგ ორთვეშიო მართლაც ორთვეში მოხდეს ის გოგო ზუსტად იგივენაირად როგორც მე მომხსნა მან რა და ნუ მოკლედ ყოველ შემთხვევაში აი ამ სისტემებიდან წამოვედი და ამ ფილმმა ეს ყველაფერი ისევ გამახსენა რა თქვენ თუ გონიათ რომ გერმანიაში მონობა არ არის მეგობრებო და ევროპაში მონობა არ არის თქვენ იცით რა მონობაა გერმანიაში? ისეთი მაგარი მონობაა, რომ ვერც იყვირებ,
ვერც დაამტკიცებ ვერაფერს. როგორც საქართველოში რა, იგივენაირად. საქართველოში კიდე ყვირილის უფლება მაინც გაქვს თუ რაღაცა სისტემას დაეხსენი და იქ იგივენაირად. იყვირებ გიჟად ჩაგთლიან, არ იყვირებ მონახარ. გააკეთებ და იმუშავებ, ხარ მონა. всё, მონახარ, ყველგან მონახარ. ვერსად ვერ იპოვი ამ დედამიწაზე ადგილს, სადაც ადამიანს არ ჭირდება ხელდასმები. აი როგორც ანტიპა. დაარტყმევინა ხელი იმას რუმინეთის ვიღაცას, რომელსაც იგივენაირად ხელდარტყმულია და ეს ხელდარტყმულები მართავენ მერე ჩვენ რა. გეიგეთ? ხომ გეიგეთ? ამიტომ არც გერმანიაში და არც საქართველოში მე სისტემის მონა არ გავხდები რა. მე ვარ თავისუფალი. ისევე როგორც ქრისტე გახდა თავისუფალი, ისევე თავისუფალი ვარ და აი ამას ძალიან ხმამაღლა ვამბობ. დარწმუნებული ვარ 2024 წლის წინ რო ყოფილიყო Facebook-ი, ქრისტეც ზუსტად იგივენაირად იყვირებდა Facebook-იდანაც და ისედაც ამხელდა ხალხს. ზუსტად იგივენაირად როგორც მე ვაკეთებ. ამიტომ ჩემო მეგობრებო, გიჟსაც გიწოდებენ, აგენტსაც გიწოდებენ, გადარეულსაც გიწოდებენ, სატანასაც გიწოდებენ, როგორც ქრისტეს უწოდებენ. ეგ ყველაფერი გავლილი მაქვს, მეგობრებო. ეხლა მხოლოდ ერთადერთი, რაც დარჩა, არის ის, რომ კაიაფა რო აკრიფავს ქრისტეზე, რომ აი ეს ჯვარს უნდა ვაცვათო, სანამ ყველას წაგვიბილწავსო, ერთი ადამიანის შევწიროთ და მოვკლოთ, ვიდრე ყველმთელიერიო. და აი ახლა მაგ პროცესში ვარ, რომ ველოდები, აბა ახლა რომელი აღმოჩნდება კაიაფა რა. რომელი აღმოჩნდება კაიაფა და რომელს ეკნება იმის ძალა, რომ ერთმანეთი ამხედროს, ერთმანეთის ჩემს წინააღმდეგ და ეს ხალხი შეუერთდეს ბრბოსავით, გაყვეს ამ კაიაფას და დამიჭირონ და ჯვარს მაცვან. აი ველოდები ეგ როგორ მოხდება, მაგრამ ვერ მოხდება, იმიტომ რომ ეგ უკვე აღარასდროს აღარ მოხდება. ერთხელ ჯვარცმა, მეორედ აღარ მოხდება. ერთხელ უკვე ეცვა ჩვენი უფალი იესო ქრისტე ჯვარს და მეორედ უკვე ჯვარს ვეღარავის ვეღარ აცმევენ ეგენი. და ეს კარგად იციან მაგათმაც და მეც. ამიტომ მე ვთამაშობ ჩემს თამაშს, ეგენი თამაშობენ ისევ თავის თამაშს. კოლხმარგალ უთხარი პატარა ცუნცულა ანტიპას, რომ მობრძანდეს ჩემთან და მეჭუკჭუკოს. ხო. ჩემი გოგონა ციცინის და ჩემი მეუღლე. ხო, მე როგორც ჭუკჭუკებ, ისე მეჭუკჭუკოს. არ უნდა ვიღაცეების ხელდარტყმები და დასმები. თუ უნდა მე დავასვავ ხელს. ღვთის მიერ ნაბოძები მაქვს, რომ დიახ, მე ვარ ღვთის მიერ ბოძებული, ხელდასმული საქართველოს დედა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. იმათ ხო უჯერებთ, მეც დამიჯერეთ რა. ცოტა მეც დამიჯერეთ რა. რა კარგია ცხოვრება. როცა მოგაგონდება ის გავლილი დრო, ვაშლის გამყიდველო. ეგეც მაგარი სიმღერაა, ოღონდ ძალიან მაგარი სიმღერაა. ასე რომ ეხლა დაგემშვიდობებით, ჩემო კნუტულებო და ფუნცულებო. და გამოდით ამ სისტემიდან, გამოდით. შემომიერთდით, გახდით თავისუფალი. ცხოვრებაში ერთხელ მოვდივართ და ერთხელ გვაქვს ცხოვრების საშუალება რა. თუმცა მეორე და მესამე და მეხუთედაც მოვდივართ მე-9-მდე და მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა რაც ხარ და სადაც მოსული ხარ, ის უნდა იცხოვრო ისე, როგორც ქრისტე ცხოვრობდა. ამიტომ გათავისუფლდით სისტემებისგან. აბსოლუტურად ყველანაირი სისტემა არის თამაში. შახმატ თამჰაშ. აი ეს არის, რაც გაჟღერდა ნარიმანის კარზე. ამიტომ თქვენ თუ იგივეს მოისურვებთ, რომ ითამაშოთ ერთი და იგივე თამაშებით, კი ბატონო, ეს თქვენი ნებაა, მაგრამ მე უკვე სხვა თამაშს ვთამაშობ. გაიგეთ ეს კოლხმარგალ და კიდევ ვიღაცეებო. რა ერქვა იმას? იმას რა ერქვა მეორეს? ფრიდონ. კოლხმარგალის და ფრიდონიც არის ტროლი და ბოტი. იცოდეთ რა? ეხლა მე მოიცა აქ რაღაცა კომენტარს წავიკითხავ და მე სიზმრის მოყოლა უნდა და ემზარს. სიზმრის
ემზარ სასწაულია ჯერ არ ჩამძინები ამ დრომდე, ეხლა გავიღვიძე და ვფიქრობ ხომ არ ვთქვა საქვეყნოდ რაები მესის რა საინტერესო კინოს ყვები. ხო, კიდევ ერთხელ შემახსენე ამ კინოს სახელი მარინოს, ლობსტა, ესე ჩაწერეთ. ეგ YouTube-ზეც იქნება. ძველი ფილმი არის, არა? თუ ახალი ფილმია? ლობსტა. ჩაწერეთ და აი უყურეთ ბოლომდე, თავიდან ბოლომდე. თავიდან ბოლომდე, ლობსტა. მგონი ეშმაკს უნდა ვატყუოთ, ხო, ეს წავიკითხე. ოკეი, წავედი, აბა თუ არ გინდა სიზმრის მოყოლა, ემზარ თუ გინდა სიზმრის მოყოლა, დაგპატიჟებ ხა და მოყევი სიზმარი თუ არა და წავედი. ეხლა შუ. კარგი, არ ამატებს, ესე იგი არ ამატებს. შეჭამ. მოკლედ, გერმანიაშიც სისტემას დავეტაკე და საქართველოშიც სისტემას დავეტაკე და დარწმუნებული ვარ, რომ იცით რა არის, მეგობრებო, მე აბსოლუტურად, აი როგორ ვარ, იცი? გაცნობიერებული რა მაქვს, იცი, სიკვდილი რო არ არსებობს. და სიკვდილით ეგენი ვერ დამაშინებენ მე. ამიტომ მომკლავენ კიდევ მოვალ. ვერსად ვერ მომკლავენ ეგენი. წავედი. აი, რა დედიკო, მიდი. უთხარი, დაიმშვიდობე. კარგად. კარგად, ბავშვებო, კარგად. კარგად.